მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს დილიდან მიმდინარეობს წირვა გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ხარება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ლუკას სახარების მიხედვით ეს არის დღე, როდესაც გალილეის ქალაქ ნაზარეთში მთავარ ანგელოზი გაბრიელი ღვთისნებით ღვთისმშობელ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად. დღევანდელი დღე მორწმუნეთათვის თეოსი ხსნილია. სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ საქართველოს მინდა მიულოცოთ დღევანდელი უდიდესი დღესასწაული, ხარების დღესასწაული. ხარება ყველა ქრისტიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წმინდა გადმოცემიდან ვიცით, წმინდა ღვთისმშობელს გამოეცხადება გაბრიელ მთავარეპისკოპოსი და ეწყვის, რომ გიხაროდეს მიმადრებული მარიამ, უფალი შენთან არის. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენსა, რატომ მაცხოვარი გუშეთ სულ და ჩვენთვისოდა. ესე იგი, აქედან დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ყოველი მართლმადიდებლისათვის, ყველა ქრისტიანისათვის, უფრო სწორედ რო ვთქვათ. იმიტომ რომ უფალი ღვთისმშობელის საშოდან დაიბადება, უფალი ღვთისმშობლის საშუალებით მოევლინება როგორც ადამიანი, ღმერთი როგორც ადამიანი, ისე მოევლინება ქვეყანას და ყველა ქრისტიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან უდიდესი. მე აქედან მოხდება კაცობრიობის გამოხსნა, ეს ყველა მაგალითად და ისევ და ისევ მე მინდა რომ ყველას მიულოცო, ვინც აფასებს ამ დღეს, დღევანდელ დღეს, ვინც აფასებს, ყველას მინდა მიულოცო და მრავალ დავსწრებოდეს ყველანი და ახარება ყოფილიყო ყველანი. ხარების დიდი ბრწყინვალე დღესასწაულია, ყველას მთლიანად საქართველოს ულოცავს ხარების დღესასწაულს. გაიხარეთ და გამრავლდეთ.